როგორც კილინგზე შევდივარ. არა. სინამდვილეში, როცა გასახელში ვარ და გამოსვლამდე დაახლოებით 5 წუთი რჩება, ხელთათმანებს ვიკრავ. ვამუშავებ მათ, რომ უფრო რბილი გახდეს, ხელით ვსრეს, ვაწვევი და შიგნით მოიხაროს და უკეთ მოერგოს ჩემ მუშტს. შემდეგ ვცნობ ეხება ჩემი მუშტი მჭიდრო ტყავის ევერლასტის ხელთათმანებს. როდესაც გამოვდივარ უზომოდ თავდაჯერებული ვარ, მაგრამ ამავე დროს სიკვდილამდე მეშინია ყველაფრის, მარცხის, დამცირების, მაგრამ მაინც სრულად თავდაჯერებული ვარ. რაც უფრო უახლოვდები რინგს, მით უფრო იმატებ ჩემი თავდაჯერებულობა. მთელი ვარჯიშის დროს ამ კაცის მეშინო და ვფიქრობდი, რომ მას შეეძლო ჩემი დამარცხება. მასზე კოშმარებიც კი მესიზმრებოდა, მაგრამ რაც უფრო უახლოვდები რინგს, მით უფრო იმატებ ჩემი თავდაჯერება. როდესაც კი რინგში შევდივარ, ღმერთი ვხვდები, ვერავინ დამამარცხებს. რინგზე გადავაადგილდები, მაგრამ თვალს არასდროს ვაშორებ მედოქეს. სულ უყურებ, მაშინ კი, როდესაც ის მთელი სხეულით მეუბნება, რომ მზადაა და ვერ ითმეს, რომ ხელი დამარტყას, მე სულ თვალს ვადევნებ. როცა მის მოძრაობაში ყველაზე პატარას, ხელის ოდნავ შეხრას ან თვალის მსუბუქ წაკვას შევამჩნევ, იმ წამს ხვდები, რომ ის უკვე გავტეხილია. როდესაც ის რინგის ცენტრში მოდის, ისევ მიყურებს გამჭოლი მზერი, თითქოს არ ეშინია, მაგრამ იმ წამს, როდესაც 1/10 წამით თვალი დაბლა ჩაწია, იქ დასრულდა ყველაფერი. იმ წამიდან ბრძოლა უკვე ჩემი მოგებულია. ვიცი, რომ ის იბრძოლებს ძლიერად პირველი 2-3 რაუნდი, მაგრამ ვიცი, რომ მისი სული გავტეხე. ჩხუბის დროს ძალიან თავდაჯერებული ვარ. ვამოძრავებ თავს, ის ურთხამს მე ვიცილებ და კონტრშეტევაზე გადავდივარ. ურთხამს სხეულში ძლიერად, შემდეგ თავში, როდესაც ურთხამ ვიცი, რომ ის ვერ უძლებს ჩემ დარტყმებს. 1, 2, 3 ვესვრი კომბინაციებს ის ეცემა. ბრძოლა დამთავრებულია. მე ვარ გამარჯვებული. მაიკ ტაისონი, ყველაზე დიდი მებრძოლი, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია.